ოზურგეთში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში 30-მდე კომპანია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვაკანსიებით იყო წარმოდგენილი. სასტუმრო, სარესტორნო, სამრეწველო, სამომხმარებლო, სამედიცინო და საოფისე სფეროებიდან. ფორუმის პარალელურად გაიმართა ადგილობრივი წარმოების ნივთების გამოფენა გაყიდვა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ასოციაცია გურიამ, სადაც სტუმრებს წარუდგინეს ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. ასოციაცია გურიას ბენეფიციარები წარმოდგენილები არიან თავის ხელნაკეთი ნამუშევრებით დასაქმების ფორუმზე. აქ არის გამოფენა გაყიდვა ჩვენი ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთების. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, სოციალიზაციისთვის. იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ თავის საზოგადოების სრულუფლებიან წევრად, გვინდა რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ დღევანდელი დასაქმების ფორუმით და მიეცეთ საშუალება, რომ შემდგომში დასაქმდნენ. ფორუმში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირისპირ გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და მოწონების შემთხვევაში დასაქმებულიყვნენ. TBC ბანკის წარმომადგენლები გახლავართ. გურიის რეგიონში მსგავსი სახის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განსაკუთრებით ჩვენაირ ორგანიზაციებში ახალგაზრდა ადამიანები დასაქმდნენ. ხშირ შემთხვევაში ჩვენი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია არ მიდის ამ ადამიანებამდე. შესაბამისად, ამ ღონისძიებებში მონაწილეობა მისცემთ მას საშუალებას, რომ ძალიან ამბიციურ, ძლიერ ორგანიზაციაში დასაქმდნენ, განვითარდნენ კარიერულად, ისწავლონ რაღაც ახალი და განვითარდნენ, რაც ამავე დროს შეუწყობს რეგიონის განვითარებას ხელს. ჩვენ, რა ვიცი, ძალიან ბევრი ვაკანსია გვაქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება გამოცდა, საგამოცდო პერიოდი არ ჭირდებათ, არ უსწავლიათ, სწავლა არ დაუსრულებიათ, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ესეთ ხალხი დავასაქმოთ ჩვენთან. ჩვენ წარმოვადგენთ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრს. ამ ეტაპზე აქტიური ვაკანსია ჩვენთან არ არის, მაგრამ ვაცნობთ ჩვენს მომსახურებებს, დაინტერესებულ პირებს და ასევე თანამშრომლობთ აქტიურად დასაქმების სააგენტოსთან და ჩვენს ბენეფიციარებს შუამდგომლობთ დასაქმების სააგენტოსთან. მე ვიყავი აქამდე დასაქმებული სოციალურად დაუცველი სტატუსით და ეხლა როგორც ვიცით მთავრდება ეს პროგრამა და მოლოდინი მაქვს დიდი რომ დავსაქმდები, არ მინდა რომ ვიყო დაუსაქმებელი, იმდენად მივეჩვიეთ უკვე და იმდენად რეჟიმში და გრაფიკში ვარ ჩასმული, რომ მოხარული ვიქნებით, უკვე გაგრძელდება ეს პროგრამა და ვიქნებით ისევ დასაქმებული. ფორუმის მხარდამჭერი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იყო.